კიდე კაი. ბატონო, მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თქვენ საკმაოდ ცნობილი სოციოლოგი ბრძანდებით და ფსიქოლოგი. მე გიცნობთ როგორც სოციოლოგი და პიარშიკს გარკვეულწილად და მაინტერესებს ეხა პოლიტიკური სიტუაცია ისე არის დადაბული ძალიან ხშირად იცმის ხოლმე ქართული ოცნებისგან საუბარი რომ ჩვენ არ გვინდა პიარი და ძირითადად ბრალდებები არის ნაციონალებს აქვს მთელი პოლიტიკა თავისი პიარზე აწყობილი როგორ შეაფასებდით ქართული ოცნების პიარს რამდენად სწორად არიან ისინი რამდენად სწორად აწყობენ თავის რამდენად სწორია უარის თქმა პიართან საზოგადოებასთან და დასავლეთთანაც ბატონო საზოგადოებასთან ერთი ქვეყნის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ იმიტომ რომ თუ გახსოვთ ბიზნესმენებმა გაკეთა განცხადება რომ ჩვენ არ გვჭირდება დასავლეთში პიარ კამპანიები და არ დავხარჯავთ იმდენ ფულს რამდენსაც ხარჯავდა წინა ხელისუფლება იცით რა ბიძინა ივანიშვილი ზოგადად ქართულ პოლიტიკაში არის უნიკალური მოვლენა. მე მქონია ურთიერთობა თითქმის ყველა ლიდერ პოლიტიკოსებთან, რომელიც საქართველოში უკანასკნელი ახალი ისტორიის განმავლობაში არსებობდნენ, ყველას ვიცნობდი და ყველასთან რაღაც საქმიანი ურთიერთობაც მქონია. ეს მართლა უნიკალური მოვლენაა, ესე იგი, თავისი ხასიათით, თავისი დამოკიდებულებით აი თუ დააკვირდებით ხანდახან ხშირად უღრებს ხოლმე ბარბარიზმებს თავის გამოთქმებში და არ ერიდება ამას, იცით რა, არა ანიჭებს ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მაგრამ ერთი რამეს არავინ არ უარყოფს მისი მომხრეების და მისი მოწინააღმდეგეების, რომ ეს ადამიანი არის სრულად გულწრფელი და რასაც ამბობს, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს და ამას ამბობს დაუფარავად, ძალიან ნათლად და მე ვიტყოდი, რომ ძალიან რაციონალურად. ეხლა რაც შეეხება პიარს და ჭირდება თუ არა ქართულ ოცნებას პიარი. პიარი რა, ეხლა ჩვენ პიარია ქართულ საზოგადოებაში განსხვავებულად ესმით ძალიან ხშირად. პიარი გონიათ რომ ეს არის ტვინის გამორეცხვა მაინდა-მაინც, ეს არის რაღაც დაუშვათ რაღაც შავი კომპრომატები და ასე შემდეგ და შემდეგ. არ არის ეგრე. პიარის განმარტება მართალია მრავალია, მაგრამ ძირითადი არსი პიარის ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა სხვადასხვა ფორმები არსებობს და სხვადასხვა ხერხები არსებობს ამ საზოგადოებასთან ურთიერთობის. რო გითხრათ რომ სოფლიოში პიარის რამოდენიმე სახელმძღვანელო არსებობს, ამერიკელების მოგონილია როგორც ბევრი სხვა რამე ეს საქმე და ამერიკაში არის ძალიან სერიოზულად ეს საკითხი დაყენებული, იქ არის 200-მდე ასოციაცია, პიარის ასოციაცია. ჩვენ დიდი ხანი არ არის რაც დავიწყეთ. ჩვენთან იყო პროპაგანდა, პირდაპირი პროპაგანდა, მაგრამ სახელმძღვანელოებს თქვენ იპოვნით რა განსხვავებაა პროპაგანდასა და პიარს შორის, რა განსხვავებაა რეკლამასა და პიარს შორის, რა განსხვავებაა მარკეტინგს და პიარს შორის. ხანდახან ამას ჩვენ ძალიან ხშირად ურევთ ხოლმე. ეხლა რა დაუბრუნდეთ ისევ ამ თემას, ესე იგი რა არის ქართული ოცნების პიარი, როგორც მე ვხედავ ამას, რა თქმა უნდა. რო გითხრათ რომ ქართულ ოცნებას პიარი არ აქვს, ეს ტყვილი იქნება, იმიტომ რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა არსებობს. ყველა განცხადება, ყველა გამოსვლა ქართული ოცნების წარმომადგენლის, ქართული ოცნების ლიდერის, ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობა და ეს მესიჯები, როგორც ამბობენ, ეს გზავნილები საზოგადოებისთვის არც თუ ისე იშვიათია, პირიქით, საკმაოდ ხშირია ეს გზავნილები. ეხლა ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, უნიკალური მოვლენაა თვითონ ბიძინა ივანიშვილი როგორც ფენომენი. ეხლა მე ამას არ ვარ დადებით, არც უარყოფით, უნიკალური მოვლენა, სხვანაირია. არ გავს არც ზვიად გამსახურდიას, არც შევარდნაძეს, არც ჟვანიას და სააკაშვილთან. განსხვავებულია თავისი სტილით, განსხვავებულია თავისი მენტალიტეტით, განსხვავებულია თავისი სოციალური თავისებურებებით, პიროვნული თავისებურებებით. მას აქვს სხვანაირი გამოცდილება, სხვა გამოცდილება მენეჯმენტის, სხვა გამოცდილება ადამიანებთან ურთიერთობის და
ჩემი აზრით ეს ჩემი პირადი აზრია საკმაოდ ეფექტურად არის როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სუბიექტი. ბატონო, პოლიტიკოსებს საკუთარი განცხადებების გამო ხშირ შემთხვევაში აკრიტიკებენ. ხშირ შემთხვევაში თქვათ მათი გულწრფელობის და გამო. ბოლო პერიოდში გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის განცხადება მის თავარ პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიასთან მიმართებაში. ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, სადაც პირად ოჯახურ ასე თქვათ ურთიერთობებს ეხებოდა ირაკლი ალასანიასთან მიმართებაში. პირდაპირ გულწრფელად გასცა პასუხი ბიძინა ივანიშვილმა და რაღაც კონკრეტული დეტალებიც გაახმოვანა ამ პრესკონფერენციაზე. ეს თქვათ რამდენად მისაღებია და რამდენად სწორედ თქვათ მარკეტინგული გათვლა იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. აი მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე არ ვიცი რას ნიშნავს მარკეტინგული გათვლა, იმიტომ რომ ჩვენ აქ ესე დეტალები მე არ ვიცი ამ განცხადების არ ჩავკვირები ვარ მაგას, მაგრამ რაღაცა დაახლოებით მახსოვს რა ითქვა და როგორ ითქვა. არავითარი მარკეტინგული გათვლა აქ არ ყოფილა, ესე იგი გულწრფელი განცხადება იყო, მე იქ ვერ დავინახე რომ რაღაცნაირად დაუშვათ ირაკლი ალასანის ოჯახის მიმართ უარყოფითი რაღაცა დამოკიდებულება გამოითქვა. ძალიან მარტივად რო ვთქვა. არაფერი ისეთი არ ყოფილა ჩემი აზრით. თავი შეიკავოს პასუხისგაცემისგან. არანაირი ვალდებულება პოლიტიკოს მსგავს კითხვებზე თავი შეკავების არ აქვს. პირიქით, მე რომ დაუშვათ ეს უარყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო სხვა პოლიტიკური მოღვაწე, შეიძლება და მას ეთქვა სუსხვანაირად და გაცილებით მეტი კითხვები დარჩენილიყო საზოგადოებაში და არა მარტო კითხვები დარჩენილიყო, არამედ უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ უფრო აქტიურად წამოსულიყო წინა პლანზე. ბიძინა ივანიშვილს ეს არ გაუკეთებია, იმიტომ რომ როგორც მე ვხედავ, მას არ ჭირდება მსგავსი ილეთების გამოყენება თავისი დაუშვათ მოწინააღმდეგის ან თავისი კრიტიკის ობიექტის მიმართ. იმ შემთხვევაში ყველამ ვიცით, რომ ესე არც დაუმალავს მას, რომ ირაკლი ალასანია მისი კრიტიკის ობიექტი იყო გარკვეულწილად. ბატონო, თქვენ თვლით, რომ ესეთ განსაკუთრებულობას ბიძინა ივანიშვილს აი პიარის მიმართ შეუძლია რომ კონდეს თავისი დამოკიდებულება ან საერთოდ მისი არ დაიცვას მისი წესები, აძლევს ის ფინანსური ქონება, ანუ რაც მას აქვს, აი რა აძლევს მას თავისუფლების, ამ გაგებით თავისუფლება, თავისუფლად მოქმედებს. ხსენებიას მისი ფინანსური ქონება და არც ეს დასკვნა მithქვია, მაგრამ ფინანსური არანაირ კავშირში არ არის ფინანსური დამოუკიდებლობა და დიდი ქონება დაუშვათ, რომელიც პირადად მას აქვს. ეს არის ხო გეუბნებით მისი უნიკალური სტილი, მისი უნიკალური როგორც ის თulis საჭიროდ. მე აი ერთ მომენტს გეტყვით, რომ ესე იგი ვიღაც ცდილობდნენ, იყვნენ კონსულტანტები, საკმაოდ სერიოზული და საკმაოდ პროფესიონალური კონსულტანტები, რომელიც ცდილობდნენ მისთვის რაღაც გარკვეული რეკომენდაციების მიცემას. არა თუ ის რომ ესე იგი ეს რეკომენდაცია იყო არასწორი ან არაპროფესიონალური, მაგრამ იმან ძალიან სწორი დასკვნა გააკეთა, რომ ესე იგი მას რომ ყველა ეს რეკომენდაცია გაითვალისწინებინა, მას უნდა ეფიქრა მხოლოდ ამ რეკომენდაციების შესრულებას და არა იმაზე რა უნდა ეთქვა და მისთვის თავარია რომ თქვას ის სათქმელი, რაც მას აქვს განზრახული და ამას აკეთებს ჩემი აზრით საკმაოდ ეფექტურად. მაგალითად პირველი პრესკონფერენცია გახსოვს, შენც იყავი მე მგონი კეთი. შენ არ იყავი ხო? პირველი პრესკონფერენცია რომელიც ესე იგი მოვლენა იყო ესე იგი ქართულ საზოგადოებასთან ურთიერთობაში, უბრალოდ პრესასთან ურთიერთობაში სრულად განსხვავებულად შეფასდა როგორც ჟურნალისტები განსხვავებულად, ასევე წამყვანი, ასევე ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ სუბიექტი ამ გამოსulis და ამ შეხვედრის იყო სწორედ ბიძინა ივანიშვილი. მე ვფიქრობ, რომ პირველი დიდი გამარჯვება სწორედ ამ პრესკონფერენციაზე მიაღწია, თუმცა ამის კრიტიკოსები საკმაოდ ბევრია. მე ვფიქრობ, რომ მან შეასრულა ძალიან სწორი და ძალიან გათვლილი და ძალიან სწორი ფუნქცია, ის მიზანი, რომელიც მას ჰქონდა დასახული, მას სრულად და მთლიანად შეასრულა. ბატონო, მე კიდევ ორი კითხვა მექნება თქვენთან. პირველი მაინტერესებს იგივე პიარი კუთხით რა ვიღოთ. მაგათაც ჩვენ ნაციონალური მოძრაობა საკმაოდ დიდ პიარს უკეთებდა მის საგარეო პოლიტიკურ კურსს და ორიენტაციას. ამ ხრივ ქართულ ოცნებაში არის ძალიან დიდი დაბნეულობა, იმიტომ რომ კეთდება არა მარტო ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, ამ ორიენტაციასთან დაკავშირებით არანაირი სარმი დამდინარეობს შეიძლება ითქვას, აი გარკვეულწილად დაბნეულობა არსებობს. აი რამდენად სწორია ამ მიმართულებით ბიძინა, რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკოს უნდა კონდეს ძალიან ნათელი მესიჯი მოსახლეობის და საზოგადოებისადმი, როგორი იქნება მისი პოლიტიკური კურსი. იცი რა, კეთი გასაგებია ახლა
დაბნეულობა სიტყვა ცოტა უარყოფითი კონტექსტი ისმის ამაში, რომ დაბნეულობა საერთოდ ცუდია და უარყოფითია, რომ დაბნეულია კაცი და არ იცის რა. არ არის ესეთი დაბნეულობა. მე ვფიქრობ, რომ არ არის ესეთი დაბნეულობა. ძალიან ნათლად არის ნათქვამი, რომ დასავლეთზე ორიენტაცია არ შეიცვლება. თუმცა არის მცდელობა და არის სერიოზული მცდელობა და საქმიანი მცდელობა, რომ რუსეთთან ურთიერთობები დარეგულირდეს. ესე იგი, ახლა მოდი შევხედოთ პოლიტიკურ პროცესს თლიანად და როგორ მიმდინარეობდა ეს პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა ისე, რომ გვერდზე მყოფი, ესე იგი, ეს მონსტრი სახელმწიფო ჩვენი ოკუპანტი სახელმწიფო არ ვიცი ხა რა პეპეტეთიც გინდათ ის ვიხმაროთ რა. ეს სახელმწიფო იყო ჩვენი მტერი და ჩვენ ყოველ დღე ვიძახდით, რომ ეს არის მტერი, ეს არის აზიზღარი, ეს არის ბოროტების იმპერია და ასე შემდეგ. წინა ხელისუფლება ყოველ შემთხვევაში ამას შანსი თუ ქონდა აუცილებლად არ გაუშვებდა და აუცილებლად ამას იტყოდა. და ამ დროს ესე იგი მათი ასე ვთქვათ ჯარის კაცები და მათი ბაზები აგერ არის 20 კილომეტრში ჩვენთან და ეს სიტუაცია არ იცვლებოდა. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. არა იმით რომ ჩვენ თქვათ რომ ისინი ჩვენი ძმები არიან და მეგობრები არიან და ჩვენზე ფიქრით დღე და ღამე არ იძინებენ. ერთი წუთი კეთია. სხვა რამის ხმა მინდა მე, ესე იგი ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ეს სიტუაცია შევცვალოთ და ვეცადოთ უნდა რაციონალურად რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს, იმიტომ რომ ამ სიტუაციის არ შეცვლით საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ დაგებს. მე ვერ ხედავდი და ვერც ეხლა ვხედავ, ეხლა სხვა სიტუაციაა რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ ხედავდი იმის ალბათობას, რომ ჩვენ რო ესე გაგვეგრძელებინა რუსეთის იმპერია დაინგრეო და უახლოეს მომავალში და ჩვენ დავიბრუნებდით ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს. ამას ვერცერთი რაციონალური კაცი ვერ ხედავდა და ამ დროს ესე იგი ხდებოდა ძალიან ბევრი უარყოფითი. ეხლა თუ ამას ჩამოვთვლით ძალიან შორს წავალთ, ესე იგი ეს არის მილიონი ქართველი, რომელიც რუსეთში მუშაობს, ცხოვრობს და ასე შემდეგ. ამიტომ რაღაც რაციონალურისკენ გადადგმა ნაბიჯების აუცილებელი იყო. ყველას ესმოდა ეს აბსოლუტურად და ეს არის გზა რომ ესე იგი რაღაცნაირად მოვიახლოვოთ ჩვენი კონფლიქტების ჩვენთვის სასარგებლოდ გარკვეულწილად ესე იგი მოგვარება. მე არ მგონია რომ ეს მოგვარდება როგორც ზოგიერთებს მიაჩნია ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს და ოსეთს ძალიან ჩქარა და ჩვენ ესე იგი შევალთ და ამას ვიზავთ და იმას ვიზავთ, მაგრამ მე მგონია რომ ამ კონფლიქტის მოგვარების გზაზე ჩვენ დავდექით და დავდექით რეალურად ამ კონფლიქტის მოგვარების გზაზე. იმიტომ რომ სხვა გზა თუ არა ესე იგი ვთქვათ აი ამ ჩვენ ოკუპანტთან თუ მტერთან თუ ვიღაცასთან ურთიერთობისა და დაწყებისა დიალოგის არ არსებობს კონფლიქტის მოგვარების. თუმცა ბატონო მაღალი რუსეთის მაღალ ჩემსევი ლავროვი გააკეთა, რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენა არ ნიშნავს და არ ეხება აფხაზეთს და ცხინვალის იმას. აი რა გაძლევთ ამ თქვენ და ქართულ ოცნებას იმის ოპტიმიზმს, რომ ამ გზაზე ჩვენ ვდგავართ. ამ შემთხვევაში მე ჩემი სახელით ვლაპარაკობ, ქართულ ოცნებას მიარვით, შეიძლება თავისი მოსაზრებები აქვს, თავისი ოპტიმიზმის დამასაბუთებელი, მაგრამ მე ის მაძლევს ოპტიმიზმის, ასე ვთქვათ, ოპტიმიზმის მაღალ დონეს, რომ დიპლომატები ძალიან ხშირად აკეთებენ განცხადებებს და ძალიან ხშირად გამოთქვამენ ხოლმე ისეთ აზრებს, რომელსაც მე ძალიან ადვილად, თლათ ადვილად არა, მაგრამ ცვლიან. ეს არის პოლიტიკის ძალიან არსებითი მახასიათებელი. დიპლომატები სწორედ იმისთვის არიან, დიპლომატიური ურთიერთობა სწორედ იმისთვის არის, რომ ერთი ადამიანი ერთს ამბობს, მეორეს ფიქრობს და მესამეს აკეთებს. რეალური სიტუაცია თუ შეიცვალა, ლავროვი შეიცვლება, თუ გახსოვთ სტალინმა თავის დროზე მოლოტოვი მოხსნა ერთ დღეში და მე ისე აღადგინა თავის ადგილას, რომ ის განცხადება, რომელიც მოლოტოვმა გააკეთა მაშინ ფაშისტურ გერმანიასთან დაკავშირებით, ეს დამთავრებული იყო და ეს განცხადება არ ყოფილიყო ოფიციალური პირისგან გაკეთებული. ესე რომ ჩვენ დიპლომატიის ისტორიის მე არა ვარ ამის სპეციალისტი, მართალი გითხრათ, მაგრამ რაც მე წაკითხული მაქვს, იქიდან ძალიან ნათლად ჩანს. ჩერჩილი აკეთებდა საოცარ განცხადებებს. ძალიან ბევრი დიპლომატები, ძალიან ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკური მოღვაწეები აკეთებენ განცხადებებს, მე სრულად საპირისპირო განცხადებებს აკეთებ. დიპლომატია სწორედ იმისთვის არის, რომ ეს არის ხელოვნება პოლიტიკის წარმოების, რომელიც აი კომპრომისებზე და რაღაც ცვლილებებზე აგებული. ესე რომ მე არ ვფიქრობ, რომ ლავროვის განცხადება ეს არის ისეთი განცხადება, რომელიც არ შეიცვლება გარკვეული სიტუაციის ცვლილების შემდეგ. ბატონო, სოციოლოგიურ თემაზეც მინდა გკითხოთ, არ ვიცი, ბოლო დროს მე არა ვარ
არა მაქვს ინფორმაცია ჩატარდა თუ არა რაიმე სახის კვლევა პოლიტიკური პარტიების. მე რამდენადაც ვიცი, თქვენ თავის დროზე იყავით ჩართული ამ პოლიტიკურ კვლევებში. არჩევნების შემდეგ საკმაოდ მაღალი პროცენტი დაფიქსირდა ქართული ოცნების მომხრეების. რამდენად შეიძლება რომ ეს პროცენტი იქიდან გამომდინარე რომ გარკვეული როგორც პოლიტიკოსები აკეთებენ იმედგაცრუებები არსებობს მაინც რამდენად შესაძლებელია რამდენად იმედგაცრუებები იმედგაცრუება პოლიტიკოსები როგორც აკეთებენ განცხადებებს ხალხს რამდენად შესაძლებელია რომ ყოფილიყო გარკვეულწილად ვარდა რეიტინგის ცვლილება. შელამაზებული? არა, რეიტინგი რამდენად შეიძლება არჩევნების მერე დაეცეს. არჩევნების შემდეგ დაეცეს? აი, რამდენად ლოგიკურია ხოლმე საერთოდ. მოდით ახლა ეს პროცესი, რადგან თქვენ ესე გაინტერესებთ, მოდით ესე იგი, აი, მთელი პროცესი განვიხილოთ. თქვენ გახსოვთ ესე იგი, რა აჟიტირებული საუბრები იყო და რანაირი კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვა ამ კვლევებთან დაკავშირებით. NDI-ის გამოკვლევები გავიხსენოთ. NDI-ის გამოკვლევების მიხედვით არა მარტო NDI-ის გამოკვლევები. NDI-ის გამოკვლევების მიხედვით ნაციონალური მოძრაობა იგებდა დაახლოებით 3:1-თან. 3:1-თან, აი დაახლოებით ესეთი ეს ციხის კადრებამდე მაშინ. ციხის კადრებამდე ამასაც გაგახსენებ. ციხის კადრებამდე, კი. ციხის კადრებამდე ჩაატარა NDI-იმ გამოკვლევა, სადაც იყო ესეთი ორი ციფრი, მე ამას ძალიან ხშირად ვიმეორებ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. რომ ითქვა იყო ესეთი ტიპის, რომ ბიძინა ივანიშვილს თუ მოუწოდებს ხალხს ესე იგი ქუჩაში გამოსვლისკენ რამდენი კაცი გამოხვალთ გარეთ და ამ გამოკვლევა აჩვენა 27% ადამიანების გამოვლენ ქუჩაში ბიძინა ივანიშვილის მოწოდებაზე. ეს რას ნიშნავს, იცით? ეს არის რადიკალური ქცევა, ქუჩაში გამოსვლა ხო მარტო ქუჩაში გამოსვლა არ იგულისხმება, ეს იგულისხმება ადამიანის გზად არის ქუჩაში გამოვიდეს და რაღაც აქტივობა განახორციელოს და აქედან რომელი იქნება, ესე იგი ვთქვათ, შეიძლება ეს აქტივობა არ ჩაჯდეს სრულად კონსტიტუციურ, ასე ვთქვათ, ჩარჩოებში, ხო გესმით რას ვფიქრობ? 27% და ამავე დროს ამავე გამოკვლევაში ნაჩვენები იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის ყმას არჩევნები რომ მოხდეს მისცემს 8%. ნუ მე არ ვიცი ესე იგი როგორ გაიპარა ესეთი აი ლოგიკური ნონსენსი და არა და ვინც ჩაატარეს მე იმ ხალხს პატივსემ მე არ ვიცნობ ესე იგი ახლოს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისინი პროფესიონალური ფსიქოლოგები არიან ფსიქოლოგები კი არა კვლევარები არიან საზოგადოებრივი აზრის და ამავე დროს NDI-ის ხელმძღვანელობა რომელმაც ეს გამოაქვეყნა რომელმაც ეს მონაცემი მოიტანა როგორც თავისი და ხელი მოაწერა ამას ეს იყო შოკი და ეს იყო დიდი სკანდალი. იცით რა, ვცდილობდით რომ ამისთვის ყურადღება მიგვექცია და მაინდა-მაინც დიდი ყურადღება არ მიუქცევათ. მე იყო უკვე ვცდილობა რამენაირად აეხსნათ ეს ფაქტი. მე რატომ მივუთით ეს ორი ციფრი? მე მივუთით ეს ორი ციფრი, იმიტომ რომ სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ არ ვიცი მე და ვერავის ხელს ვერ დავადებ, ესე იგი ამის გაკეთება არის ძალიან არასწორი, რომ ვის შეიძლებოდა ესეთი გაეყალბებინა, ასე ვთქვათ. მაგრამ აქ რომ აშკარად, ესე იგი ერთი მომენტი არის აშკარა რომ აქ იყო დიდი უზუსტობა იმასთან შედარებით რაც ესე იგი ვთქვათ მე კვლევებმა აჩვენა ზოგადი სურათი რო აჩვენა რომ ესე იგი იგივე ნაციონალური მოძრაობა იღებდა სამჯერ მეტ ხმას ვიდრე დაუშვათ ქართული ოცნება ჩვენ მაშინ ვატარებდით კვლევებს და არ ვიღებდით ესეთ შედეგებს მე ვატარებდი ამერიკელების დაკვეთით ასეთ კვლევებს ჩემი ორგანიზაცია ატარებდა ასეთ კვლევებს და აღმოჩნდა რომ პირველი გამოკვლევა სადაც იყო ოქტომბრის ბოლოს ნოემბერში პირველმა გამოკვლევა აჩვენა დაახლოებით თანაბარი პროცენტი ჰქონდათ ესე იგი ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას დაახლოებით თანაბარი 42-42-ზე დაახლოებით ესე იყო მაგრამ ზოგადად ველი იყო გამრუდებული ველს რას ვეძახით შიშის ფაქტორი იყო ძალიან ძლიერი მეხლა მე დეტალებს არ მოგიყვებით მაგრამ ჩემი ინტერვიუერები რომელიც იყვნენ ძალიან იცით როგორი აი დამოუკიდებლები ჩვენ ახალი ინტერვიუერების ასე ვთქვათ გუნდი შევკარით ისინი ყველა ინტერვიუერი რო ჩამოდის აკეთებს ანგარიშს აი როგორ მათი დაკვირვება აი როგორი იყო გულწრფელები იყვნენ თუ არა რესპონდენტები და ასე შემდეგ და სამეგრელოში ესე იგი ვინც ინტერვიუერები იყვნენ მეგრული იცოდნენ იმათ და ეხლა თვითონ ინტერვიუერს
იმიტომ რომ ხო არ იცის ვინ არის ეს და ისინი მეგრულად თავისუფლად ლაპარაკობდნენ და აღმოჩნდა რომ ძალიან ხშირად იყო შემთხვევები როცა ვიღაცა ახლობელი არ დაწერო შენის რასაც ფიქრო ის არავითარ ხო იცი დავიღუპებით არ დაწერო და აი ესეთი რეპლიკები ძალიან ხშირი იყო ამის გარდა ესე იგი შიშის მომენტი იყო ძალიან დიდი თქვენ გახსოვთ ესე იგი დიდო პროცესის დროს ოპოზიცია ძალიან ხშირად ლაპარაკობდა იმის შესახებ რომ მიდიოდა დაშინება მიდიოდა ზეწოლა ეხლა რო არის ზეწოლაზე ლაპარაკი მაშინ იყო ზეწოლა თუ იყო ზეწოლა და ეს ზეწოლა საზოგადოებაზე ახდენდა ძალიან უარყოფით გავლენას და ველი იყო საკმაოდ გამრუდებული ესე იგი 42 და 42-ს რო ვიღებდით ჩვენ იქ გამრუდებელი ველის ეფექტი არ იყო გაზომილი ჩვენ ქონდა მცდელობა მეორედ როცა გამრუდებული ველის ეფექტიც გავზომეთ აი მივიღეთ ხედველობაში ის რომ აი როგორი შთაბეჭდილება დატოვა რესპონდენტმა ინტერვიუერზე. ესენი რომ ჩავდევით, აღმოჩნდა რომ 12% გაუსწრო ქართულ მოვს. ეს ხდება ნოემბერში, დეკემბერში, გესმით, ბევრი კვლევა ჩატარდა. დეკემბერში ჩატარდა კვლევა. პერმანენტულად დაახლოებით 5-6 კვლევა იყო ჩატარებული, 5-6 კვლევა. და ეს 5-6 კვლევამ ყოველ შემთხვევაში ესე იგი ჩვენ არ აფიშირებას ამისას არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ წინასწარ ცნობილი იყო, იმიტომ რომ გამოვიდა ნაციონალების გვარი აღარ მახსოვს და გვარიც კი ახსენე ჩემი რომ აი ქართული ოცნების ესე იგი კვლევარები თუ ეს ორგანიზაციები აყალბებენ არჩევნებს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია რომელიც საერთოდ ობიექტური აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანიზაცია მას და ჩვენ დაახლოებით ერთნაირი შედეგები გქონდა და მაგაში ჩართული ინგლისელები ოქსფორდის უნივერსიტეტიდან და ამერიკელები რომლებიც ძალიან სკრუპულოზურად ამოწმებდნენ თვითოულ კითხვას. მე უფრო მეცად გეტყვით ერთხელ მთელი ეს ჩვენი შედეგები წაიღეს, გადაამოწმეს და დარწმუნდნენ რომ ამ კითხვებში არაფერი, ასე ვთქვათ, შეცდომა არ არის. დიახ. არჩევნების მე მახსოვს კეთი შენი კითხვა დიდი მადლობა რომ კიდე გამახსენე, ესე იგი ორი კვლევა ვიცი მე, რაც ჩატარდა არჩევნების შემდეგ. უბრალოდ 3, იმიტომ რომ NDM-ს ხო ჩაატარა კვლევა. ერთი არის არ მახსენდება პაატა ზარდიაშვილის ასე ვთქვათ ცენტრი რომელმაც ჩაატარა კვლევა და შედეგები თუ არ ვცდები მაესტროზე გამოქვეყნდა და დაახლოებით ვიცით ეს შედეგები რა იყო თბილისში ჩავატარეთ ჩვენ კვლევა პროფესორი ჩაატარეს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციამ ჩაატარა კვლევა და პაატა ეს ცოტა ადრე ჩატარდა ვიდრე პაატა ზარდიაშვილის კვლევა. პაატა ზარდიაშვილის კვლევა მაინც ომიბუსის პრინციპით ჩატარდა. სხვა მონაცემების შეგროვების დროს პოლიტიკური კითხვებიც დაუსვეს და ეს იყო სუფთა პოლიტიკური კვლევა და შედეგები იყო ზუსტად იგივე რაც ზარდიაშვილის შედეგები იყო. ესე იგი ქართულ ოცნებას ჰქონდა განუზომლად უფრო დიდი შედეგი ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას დაახლოებით როგორ გითხრათ ახლა ძალიან დიდი განსხვავება იყო. 68-ზე დაახლოებით ესეთი განსხვავება იყო. რო გითხრათ ეხლა რაღაც სიტყვა თქვი შენ ძალიან საინტერესო გულგასრუება თუ გულ არა იმედგაცრუება ოცნებაგაცრუება იცით რა ხელისუფლება რომ მოდის იმედგაცრუების ეფექტზე მუშაობს მოწინააღმდეგე მხარე ოპოზიცია და როგორც თქვენ იცით და როგორც ცნობილია და ეს ლეგენდა არის რომ ეს არის ძალიან მაღალი დონის პიარი და საკმაოდ სერიოზულად გამოიყენეს ესე იგი თქვა ოპოზიციურმა პიარმა ძალიან სერიოზულად გამოიყენა ეს მომენტები და ცოტა გადაამეტა და უკუ ეფექტი მიიღო მაგალითად ის რომ მესამე დღიდან დაიწყო იმის მტკიცება რომ აი თქვენ მოგოცით ამდენი პირობა მოგოცით და რატო არასრულებთ რასაკეთებს მთავრობა და მთავრობა 2 დღის დანიშნული მე ამას კერო ამეტე მართლა 2 დღის დანიშნული ზუსტად 2 დღე გავიდა მას შემდეგ და 2 დღის შემდეგ დაიწყო იმაზე ლაპარაკი რომ მთავრობამ რატო არ შეასრულა ის რაც დაპირდა საზოგადოებას აი არჩევნების დროს. ნუ ეხლა ყველას გაეცინა ამაზე და ყველა მე არ ვფიქრობ რომ ესე იგი ჩემია და ამოიღება ფინანსები. მე არ ვფიქრობ რომ იმედგაცრუება რაღაც გარკვეული იმედგაცრუება შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ხელისუფლება ყოველთვის თავისთავად იმედგაცრუების მომენტს ბადებს, მაგრამ მე არ ვფიქრობ რომ იმედგაცრუება შეიძლება იყოს 5%-ზე მეტი ჯერჯერობით. და უფრო მეცაც გეტყვი ჩემუქეთი რომ ესე იგი მე ვფიქრობ რომ აი ის დაუშვათ ქმედებები და ის მიმართება რაც ახლა დღეს მიმდინარეობს და ჩვენ ამას იცი რა ისე უყურებთ და
სწორია, არ არის ამის იცი როგორ ძალიან ინტენსიური პროპაგანდირება, პიარი არ ხდება. მაგალითად, დაიწყო უკვე მოხნა, ესე იგი ის პროექტი, რომელიც 800 მილიონი იხარჯება იმაზე, რომ ესე იგი მთელი სასოფლო-სამეურნეო მიწები მოიხდას. დაითესოს. ეს სერიოზული, ასე ვთქვათ, საქმიანობაა ძალიან და თქვენ რომ გახვიდეთ, ესე იგი გაკვირვებული ახლა ჯერ მოხნეს, მე მგონი ქვემო ქართლში მოხნეს და ეს გაკვირვებული აზერბაიჯანელები ძირითადად ვაცხოვრობენ, როგორ არაფერი არ უნდა გადავიხადოთ, რამოდენიმეჯერ კითხულობენ ამას. არა, არაფერი არ უნდა გადაიხადოთ და ესე მთელი საქართველო მოიხნება, რომელიც არ მოხნულა ათეული წლებია უკვე. ეს რომ მოიხნება შანსი არ არის, ესე იგი ყველა გლეხი რომელიც მოხნულ მიწას აღარ გააჩერებს ესე. რაღაცა დაითესება, რაღაცა გაკეთდება. და აქედან შედეგები იქნება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულება, სოფლის მეურნეობის ერთი მიმართულების ერთი პატარა სეგმენტი და ამავე დროს ლაპარაკია 60 გადამამუშავებელ სერიოზულ ობიექტზე, რომელიც გაიხსნება ძალიან ჩქარად. ეს 60 გადამამუშავებელი, ეს არის ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი. რატომ? ის კი არა რომ 60-ში ძალიან ბევრი ხალხი დასაქმდება. არა, ამას მობმული ეყოლება კიდე ძალიან ბევრი სხვა საწარმო. და ეს სერიოზულ, ასე ვთქვათ, გავლენას მოახდენს ქართულ ეკონომიკაზე და კმაყოფილებაზე ადამიანების, აი რასაც ჩვენ ვზომავთ. ჩვენ ხო არ ვზომავთ სოციოლოგები, ჩვენ ვზომავთ საზოგადოებრივ აზრს. ფსიქოლოგები სხვა მიმართულებიდან, სოციოლოგები ცოტა სხვა მიმართულებით, მარკეტოლოგები სხვა მიმართულებიდან. საზოგადოებრივი აზრი ამ შემთხვევაში იქნება ხელისუფლებისადმი დადებითი და ეს დადებითობა უფრო და უფრო მოიმატებს, ჩემი აზრით. კარგი, დიდი მადლობა. მადლობთ. კი, უბრალოდ